ყურადღება. დროისა და სივრცის მიღმა, სინგულარობის სათაოფისიდან მაუწყებლობს ცისკარას განზომილება. გთხოვთ, შეეგებოთ თქვენს მაცნეს, ცისკარას. მოგესალმებით დროისა და სივრცის მიღმერი განზომილებიდან, სადაც წყალი აღმართზიადის და კარაქიანი პური კარაქიანი მხრით არ ვარდება. მე ცისკარა ვარ, თქვენი მაცნე და შრომავალი ამ განზომილებასა და თქვენს შორის და ეს არის ცისკარას განზომილება. დღევანდელი ეპიზოდის თემა არის ვინ არის ცისკარა? ამ კითხვას პასუხი გაიცემა დღეს. ან შეიძლება არც გაიცეს, არ ვიცი, ნახოთ როგორ წავასწავლო საქმე. ცისკარა არ არის ფილოსოფოსი ან ფსიქოლოგი, მაგრამ მისი მსოფლმხედველობა კარგად და დიდწილად არის ინფორმირებული ფილოსოფიით და ფსიქოლოგიით. ცისკარა არ არის ექიმი, მაგრამ ბიოლოგიაზე, ანატომიაზე და ადამიანის სხეულზე მას საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს. ცისკარა არ არის ხელოვნების კრიტიკოსი, მაგრამ ხელოვნების ყველა ჟანრში შეუძლია კვლევით ანალიტიკული ნაშრომი გააკეთოს. ცისკარა არ არის იუმორისტი, მაგრამ ადამიანების გაცნობა მისთვის ძნელი არ არის. ცისკარა არის ფიზიკოსი, მაგრამ კვანტური ფიზიკის ექსპერიმენტების შედეგებზე და მათ იმპლიკაციებზე საათობით შეუძლია საუბარი. ცისკარა არის ჰედონისტი, მაგრამ მას ფული, ფუფუნება და ზვირადღირებული გამოცდილებები და ნივთები ძალიან უყვარს. ცისკარა არის პესიმისტი, მაგრამ ყველა სიტუაციასა თუ გარემოში პირველად იმას ავჩნევს, რაც ყველაზე არაოპტიმალურია. ცისკარა არ არის ჯიუტი, მაგრამ მყარად არის თავის აზრზე, მანამ სანამ არგუმენტირებულად არ დაუმტკიცებ, რომ მისი შეხედულება მცდარია. ცისკარა არ არის ოპტიმისტი, მაგრამ ის ყოველთვის პოზიტივს ეძებს იმაში და იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება ვიპოვოთ პოზიტივი. ცისკარა ნამდვილად არ არის ყოვლისმცოდნე, მაგრამ ყველას საჭირბოლოტო თუ სალხინო საკითხზე შეუძლია კომენტარის გაკეთება და თავისი აზრის გამოთქმა. ბევრი რო არ ვილაპარაკო, ცისკარა არის ისიც და ესეც. ცისკარა არის თანის და თან ეს. ცისკარა არც ის არის და არც ეს. როგორც ბრძენებს უთქვამთ, Jack of all trades, master of none, though oftentimes better than master of one. ცისკარა არის სპეციალისტი, ცისკარა არის გენერალისტი. არ შემიძლია დავიბრალო რამის სპეციალისტობა, მაგრამ შემიძლია ყველაფერზე კომენტარის გაკეთება. და ესეც, რაც აქ ხდება, იქნება ეგ. ვისაუბრებ ყველაფერზე, ვისაუბრებ არაფერზე, ვისაუბრებ იმაზე, რაც მაინტერესებს, რაც არ მაინტერესებს, ვისაუბრებ იმაზე, თუ რატო მაინტერესებს ის, რაც მაინტერესებს, ვისაუბრებ იმაზე, რატო არ მაინტერესებს ის, რაც არ მაინტერესებს. ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის ოპტიმალური, რა არის არაოპტიმალური, ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ მომწონს, რატო მომწონს, როდის მომწონს, იმიტომ რომ ყველაფერი კონტექსტზე დამოკიდებულია, თქმა უნდა. ეს ზოგადად შესავლის სახით. ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ რეალურად საიდან მოვდივარ მე. ვინ ვარ? რატო არ ისეთი როგორც ვარ? ჩემს წარსულზე გეტყვით ცოტა ოდენ რამეს. ეს იქნება პატარა lore, ან backstory ჩემს შესახებ. დავიბადე კახეთში, პატარა სოფელში, რომელსაც ქვია ზემოალვანი, რომელიც ძირითადად თუშებით არის დასახლებული. მეც წარმოშობით თუში ვარ. ალვანში დავამთავრე სკოლა და მე სასწავლებლად გადმოვედი თბილისში. სკოლის წლები იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი წლები. არასდროს ყოფილა ჩემთვის სკოლის პერიოდი მოსაწყენი. ყველას ვაბულინგებდით, ოღონდ ცემატყებით და გინებით არა. ტიზინგი რაც არის. ყველას მიუთითებდა თავის ნაკლზე, ან სპეციფიკურ გარეგნულ მახასიათებელზე და ეს იყო ჯანსაღი. ანუ ეს პოლიტკორექტულობის კონტექსტი ჯერ შემოსული არ იყო არც საგანმანათლებლო სისტემებში და არც ზოგადად კულტურის დონეზე. რაც ახლა არის მაგალითად, არ შეიძლება ბულინგი ბავშვს ფსიქოლოგია დაუზიანდება. შეიძლება ბულინგი კარგიც იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბულინგმა ან ტიზინგმა რაც კიდე დაარქვით ერთმანეთზე ხუმრობამ ჩამოაყალიბა ისეთად როგორც ახლა ვარ. შეიძლება არა, უეჭველი ვიცი რომ რაღაც როლი ითამაშა ჩემი სკოლის პერიოდმა და სკოლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებებმა იმაში, რომ ჩამოყალიბებული, ხო შემიძლია ვისაუბრო, სიტყვები ხო შემიძლია რომ ამოვიდეს პირიდან, როგორმე. ჩამოვყალიბებულიყავი, ისედაც როგორიც ვარ ახლა. ხო, სკოლის პერიოდი ძალიან კარგად დამთავრდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსწავლე ვიყავი ჩემს კლასში, მაგრამ რაც ჩემ ფეხებად მინდა, უშუალოდ არ დამხმარებია ის ცოდნა ფულის შოვნაში, რაც მივიღე სკოლაში.
გადამოვედი თბილისში 2016 წლის ბოლოს დაახლოებით დავიწყე ილიაუნიშის სწავლა. ილიაუნიში ვისწავლე 5 წელი და მაგას გეტყვით რატო 5 წელი. დავიწყე თავიდან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე და მას შემდეგ რაც მათემატიკა ორჯერ შემეტენა, არასდროს ვიყავი მათემატიკაში ძლიერი, ციფრები და გამოანგარიშებები და მიმატებები გამოკლებები, კალკულუსი ჩემი არ არის, კალკულუსი ჩემი არ არის. არასდროს ყოფილა, არასდროს იქნება, არსებობს კომპიუტერები, არსებობს კალკულატორები, არსებობს ტელეფონები, გამოიყენეთ. აუთსორსინგი მოახდინოთ თუ შეიძლება მათემატიკური საჭიროებების გაჯეტებზე. ხო, მას შემდეგ რაც ორჯერ შემეტენა ზუსტად კალკულუსი და პატარა ფსიქოლოგიური კრიზისი მქონდა მაგის გამო, მივხვდი რომ უნდა შემეცვალა ფაკულტეტი და შიდა მობილობით გადავედი ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იმ მომენტში ვერ ვიაზრებდი რატომ მინდოდა ფილოსოფია, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი. არასდროს მქონდა ილუზია იმისა, რომ ფილოსოფია და ფილოსოფიის კურსის დამთავრება დამეხმარებოდა პირდაპირ ფულის შოვნაში. ფულს ასე იმიტომ უშვალ ხარს, რომ ყველა მიცით, რომ ტრანზაქციული სამყაროში, ფიზიკური სამყარო, სამგანზომილებიანი სამყარო არის ტრანზაქციული. მონეტარულ დონეზე ფულით განისაზღვრება. თუ გვინდა კომფორტული ცხოვრება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღესდღეობით ფულია საჭირო. ამიტომ ხას ფული მე ყოველთვის მეჩნია როგორც არის საშუალება და არა მიზანი, იმიტომ ვსაუბრობ ფულს. ეს პატარა კონტექსტი იმის შესახებ, თუ რატო ვახსენებ ამდენჯერ ფულს. ფილოსოფია ვისწავლე, იმიტომ რომ გამომეყინებინა ის მექანიზმები და ხელსაწყოები და ტერმინოლოგია, რასაც ფილოსოფია მთავაზობს იმისთვის, რომ გადმომეცა ის აზრები, რაც ჩემს თავში იყო. არასდროს მომიხდენია მონეტარიზება განათლების მოკლედ. სკოლის განათლება და ფილოსოფიური განათლება უნივერსიტეტიდან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში არაპირდაპირ გზებით, რაც ერთი შეხედვით შეიძლება როგორ თქვა, არ იყოს თვალსაჩინო, თუ როგორ მეხმარება, მაგრამ მეხმარება. ყოველთვის მქონდა პრეტენზია, რატო არ გვიხსნიან მასწავლებლები და პედაგოგები სკოლაში იმას, თუ რაში გამოგვადგება ის ცოდნა, რასაც გვასწავლიან. ჩემს მათემატიკის მასწავლებელს რო აიხსნა ჩემთვის, რომ აი ეს სინუსები და კოსინუსები და რომელ გრადუსზე რას უდრის, გამოდგება ტალღების ბუნების შესწავლისას. თუ ოდესმე მოგინდება, რომ შეისწავლო ის, თუ როგორ მოძრაობს ტალღების სივრცეში, ელექტრომაგნიტური თუ სხვა სახის ტალღები, რადიო ტალღები, როგორ მოძრაობენ და გადაადგილებიან სივრცეში, აი იქ გამოგადგება. ეს რო ეთქვა ჩემს მათემატიკის მასწავლებლებს ჩემთვის, შეიძლება მომესმინა. თუ არ მოусმენდი, ის მაინც მეწოდინებოდა, რომ რაღაც მიზანს ემსახურება კოსინუსის და სინუსის კონკრეტულ გრადუსებზე რას უდრის მაგის დამახსოვრება. 13 წლის თინეიჯერს ვერ ეტყვი, რომ უნდა დაიზეპირო მარტო იმიტომ, რომ უნდა დაიზეპირო და ის დაგიჯერებს. არ დაგიჯერებს. დაიზეპირებს მივა გამოცდამდე, ან ქვიზამდე და 3 დღეში დაავიწყდება. საჭიროა ახსნა იმისა, თუ რაში გამოგვადგება ესა თუ ის ცოდნა, მაშინ როცა ბავშვებს რაღაცას ვასწავლეთ. კიდია სინუსის 30 გრადუსზე რას უდრის. მომეცი მიზეზი იმისთვის, რომ დავიმახსოვრო ის, რასაც მასწავლი, თორე არ დამახსოვრდება. Thank you. სისკარ არის კოლექტიური სახელი 4 ქვეკატეგორიისა, რომელიც ჩემშია. სისკარა ნომერი 1 არის სისკარა, რომელსაც ცნობენ მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ნათესავები. სისკარა, რომელთანაც აკავშირებს ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილებები, ბავშვობის მოგონებები, სამსახურის მოგონებები. ეს არის სისკარა ნომერი 1. სისკარა ნომერი 2 არის სისკარა, რომელიც სამსახურმა ჩამოაყალიბა, რომელსაც აქვს უნარები და ჩვევები, რომელიც ფულს აშოვნინებს. სისკარა, რომელიც არის პროფესიონალი, ანუ პროფესიული ასპექტი სისკარასი, რომელიც არის პროფესიული ცოდნის ერთობლივება. ეს არის სისკარა ნომერი 2. სისკარა ნომერი 3 ინფორმირებულია და განპირობებულია პოპკულტურის რეფერენსებით, as you can see clearly, meme კულტურით, online რეფერენსებით, სოციალური ქსელით, reaction ვიდეოებით, პოდკასტებით და ზოგადად გასართობი კონტენტით, რაც online მოიძებნება. ეს არის სისკარა ნომერი 3. სისკარა ნომერი 4 არის ყველაზე სერიოზული ვერსია, უბრალოდ ყველაზე სერიოზული ქვეკატეგორია იმისა, რასაც სისკარას ვიძახი. ეს არის ფილოსოფიურ მეცნიერულ ჭეშმარიტებამაძიებელი ვერსია ჩემი. სისკარა ნომერი 4 არის ფილოსოფოსი. ფილოსოფია არის კომპოზიტი სიტყვა და ქართულად ნიშნავს ცოდნის სიყვარულს. ცოდნა, როგორც ასეთი, ყველაზე გამოსადეგი რამ არის. ცოდნა მარტო ფორმალურ ცოდნას არ გულისხმობს. ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილება ცოდნის ერთ-ერთი ფორმაა.
სიბრძნეც ცოდნის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ სხვა ხარისხის. ცოდნის ბევრნაირი ფორმა არსებობს. სიბრძნე, ცხოვრებისეული გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, სულიერი გამოცდილებები, ყველაფერი ცოდნის ფორმა. თუ გიყვარს ცოდნის შეძენა, თუ გიყვარს გამოცდილებების დაგროვება, თუ გიყვარს ამ გამოცდილებებიდან ერთი დიდი კონტექსტის შეკვრა, რომელიც მე უკვე პრაქტიკულად გადგება ცხოვრებაში, შეხარ ფილოსოფოსი. ჩემი სტანდარტებით. ამ გაგებით ცისკარა ფილოსოფოსია. იოგა. იოგა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება. რომ არა სადგურუ და იოგა არ ვიქნებოდი ისეთი როგორც ვარ. ხო, ცისკარას ამ მეოთხე ასპექტს ასევე აინტერესებს მიზეზი და მიზანი. რამე კონკრეტულს კი არა, ზოგადად. რა არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი? რატო არსებობს ადამიანი? როგორ უნდა არსებობდეს ადამიანი? როგორი არის და როგორი უნდა იყოს? რა გზებით უნდა მივიდეთ იქამდე, როგორიც ადამიანი უნდა იყოს? მოკლედ, როგორც გითხარით, ცისკარას აქვს 4 ასპექტი. ერთი არის ცისკარა, როგორც თქვენი ნაცნობი და მეგობარი. მეორე არის ცისკარა როგორც პროფესიონალი. მესამე არის ცისკარა როგორც პოპკულტურით ინფორმირებული და განპირობებული ხუმარა არსება და მეოთხე არის ცისკარა როგორც იოგი. ფილოსოფოსი და ცოდნის მოყვარე. ეს 4 ასპექტი თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ რეალურად ერთმანეთთან არის ისე გადაჯაჭვული, რომ ქმნის იმას, რასაც ცისკარას ვეძახი. ცისკარა არის ამ 4-ივეს ერთობლიობა. ასე რომ კითხვაზე რა არის ცისკარა? პასუხი მარტივი არ არის, მაგრამ შეიძლება ვისაუბროთ. მე ცისკარა ვარ და რამდენჯერაც ახალი ქოთნის ყვავილს მოვიტან სახლში, ერთი ძველი ყვავილი მიკვდება. რა არის ცისკარას განზომილება? ჩემი მხრიდან იმის მცდელობა, თქვენ გაგიზიაროთ ის, რაც არის ცისკარა. ყველაფერი, რასაც ვიძახი, არის ჩემი აზრი. ჭეშმარიტებას ვეძებ, მაგრამ ჭეშმარიტებას არ ვქადაგებ. ყველაფერი, რასაც ვიტყვი აქ და მომდევნო ეპიზოდებში არის ჩემი პირადი აზრი, ჩემი პირადი შეხედულებები. ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ და ხშირად ვცდილობ გავაკეთო ის, რასაც ვიძახი. მაგრამ ყოველთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომლებიც როლს თამაშობენ ისე, რომ შეიძლება ზოგჯერ ვერ გააკეთო ის, რასაც ფიქრობ და იძახი. მაგრამ ყოველთვის ვიძახი იმას, რასაც ვფიქრობ. როცა პირდაპირ იძახი იმას, რასაც ვფიქრობ და მით უმეტეს, როცა იმას იძახი, რასაც ვფიქრობ და იმას ვიაკეთებ, რასაც იძახი, შეუძლებელია ნერვზე დაგემართოს. იმიტომ რომ ღია ხარ. არანაირი წინააღმდეგობა არ არის შენში. And that is ცისკარა. ცისკარას განზომილება ასევე არის მცდელობა იმისა, რომ სამყარო დაგანახოთ ისე, როგორც მე ვხედავ. ჩემი აზრების, ჩემი შეხედულებების, ჩემი მსოფლმხედველობის, ჩემი იდეების გაზიარება არის საშუალება ჩემთვის და მცდელობა ჩემი მხრიდან იმის, რომ დაგანახოთ სამყარო ისეთად, როგორცაც მე ვხედავ. და ასევე დაგანახოთ ის მიზეზები, თუ რატო ხედავ ისეთად, როგორცაც ვხედავ. ცისკარას განზომილება არის ფაზლი, ეპიზოდები ამ ფაზლის ნაწილები. რაც უფრო მეტს უყურებთ და რაც უფრო სრულად უყურებთ, მეტად და უფრო სიღრმისეულად მიხვდებით იმას, თუ ვინ ვარ მე, რას ვემსახურები, რა არ მომწონს, რა მომწონს, რატო მომწონს, რაც მომწონს და რატო არ მომწონს ის, რაც არ მომწონს. რატო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და რატო არ ვაკეთებ იმას, რასაც არ ვაკეთებ. რატო მინდა მომავალი კაცობრიობისა თუ ჩემი პირადად ისეთი იყოს, როგორც მინდა რომ იყოს და რატო არ მინდა რომ რაღაცეები ისე იყოს, როგორც მინდა რომ არ იყოს. ეს ყველაფერი იქნება ეს ფორმატი, რასაც ხედავ. განვიხილავ თუ არა დიალოგის ფორმატს და სტუმრების ყოლას, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით. მოდი მონოლოგის ფორმატზე შევჯერდეთ. მაგრამ საინტერესო იცი რა არის? ამ 4 ასპექტს გასდევს ერთი საერთო ხაზი. ეს საერთო ხაზი არის მუდმივი წესრიგის ძებნა, დესტრუქციის მინიმალიზება და მაქსიმალიზება იმის, რაც კონსტრუქციულია. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ცისკარას ეს 4 ასპექტი ყოველთვის ცდილობს იმას, რომ ის, რაც არაოპტიმალურია, გაუმჯობესდეს და გახდეს უკეთესი. ცისკარა არის ქაოსის წინააღმდეგი. ქაოსი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ რამე ცუდი ხდება. ქაოსი არის სამყაროს ბუნებრივი, საწყისი მდგომარეობა. ის ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, არის მოწესრიგებული ქაოსი. რა აწესრიგებს ამ ქაოსს? რაღაც დონეზე ფიზიკის კანონები. რაღაც დონეზე შემდეგ ქიმიის კანონები. შემდეგ უფრო მეტად აწესრიგებს ბიოლოგიის კანონებს ვეღარ დავარქმევთ, იმიტომ რომ ბიოლოგია უფრო მეტად ფლუიდურია, უფრო მეტად სიურპრიზებით არის სავსე.
ბიოლოგიის შემდეგ უკვე სოციალური წესები, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი შექმნელია. ეს 4-ვე ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სოციალური წესები არის ქაოსის მოწესრიგების სხვადასხვა მცდელობები. ადამიანის სხეული რო ყოფილიყო ისეთი როგორიც არის, მაგაზე იმუშავა ფიზიკის კანონებმა, ქიმიამ, შემდეგ ბიოლოგიამ და შემდეგ სოციალურმა წესებმა. ადამიანი ისეთად როგორიც არის ჩამოაყალიბა სამყარო და ეს სამყარო დაფუძნებულია კონსტრუქციულ ხდომილებათა ერთობლიობაზე. რომ არა ფიზიკის კანონები, დედამიწაზე ცოცხლი ვერ გაჩნდებოდა. რომ არა ქიმიის კანონები, ჩვენი სხეულები ვერ იარსებებდა. რომ არა ბიოლოგია, ადამიანები ვერ გამრავლდებოდნენ. რომ არა ეს ყველაფერი, ადამიანი ვერ იარსებებდა. ასე რომ ადამიანი როგორც ხდომილება არის წესრიგის შედეგი. ვიმეორებ და უფრო ნელა გავიმეორებ. ადამიანი როგორც ასეთი არის წესრიგის შედეგი. რომ არა კანონები, რომლებიც ჩვენ სამყაროს განაგებს, ადამიანი ვერ იარსებებდა. და იმდენად, რამდენადაც წესრიგი არის ის, რაც ადამიანს ქმნის, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მაქსიმალურად ვემსახურო წესრიგს. გავაკეთო ისეთი ქმედებები, რომლებიც აგრძელებს ამ ბუნებრივ ჯაჭვს, რომელიც ფიზიკის კანონებიდან იწყება და სოციალური სისტემით მთავრდება. თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ჯაჭვი გავაგრძელა. თავს ვალდებულად ვთვლი, მაქსიმალური წესრიგი შევიტანო თითოეულ სივრცეში, სადაც შევდივარ, იმიტომ რომ მე თავად ვარ წესრიგის შედეგი. ეს არის ცისკარა. ცისკარა არის წესრიგი. ალბათ იკითხავთ, რა მოწია ამ ბიჭმაო, მაგრამ არაფერსაც არ ვეწევი. სიგარეტის არ მაქვს ცხოვრებაში გასინჯული. ცისკარა არის რაღაც დონეზე ჭეშმარიტების ძიების პროცესი. ჭეშმარიტება არა, ჭეშმარიტების ძიების პროცესი. ცისკარა არის ვიღაც, ცისკარა არის პროცესი. და ეს პროცესი მინდა გაგიზიაროთ თქვენ. მე ცისკარა ვარ და თურქული ყავის ჭიქით სამზარეულოს ნიჟერაში ობობა არასდროს მომიკლავს. ზოგადად უფრო მარტივად ფიქრობ მაშინ, როცა ხმამაღლავს საუბრობ და ეს ფორმატი ჩემთვის არის საბაბი იმისა, რომ ხმამაღლა ვიფიქრო. და თუ ამას გავაკეთებ, რატო არ გადავიღო და ბარემ გაგიზიაროთ კიდეც. სახლში მარტო ჯდომა და ხმამაღლა ფიქრი ზოგისთვის შეიძლება სიგიჟით ჩაითვალოს. ამიტომ ამ სიგიჟის გასამართლებლად ვაკეთებ ამას. ეპიზოდების სიგრძე არ ვიცი რა მხელა იქნება, მაგრამ 20 წუთიდან 45 წუთამდე საჭიროებიდან გამომდინარე, თემატიკიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად გავშლი, რა თქმა უნდა, მაგაზეც არ დამოკიდებული. სტრუქტურა ძირითადად ისეთივე იქნება, როგორც ეს, რაღაც ახალი იდეები მაქვს თუ როგორი სეგმენტები შეიძლება დავამატოთ. სრული ვერსია ეპიზოდებისა ყოველთვის დაიდება მხოლოდ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე დაიდება კლიპები, სრულ ვერსიას შეგიძლიათ YouTube-ზე უყუროთ. მთელი ეს გადაცემა არის ჩემზე. თითოეული ეპიზოდი იქნება ცისკარის შესახებ. თქვენ არავინ არ ხართ ჩემთან შედარებით. მე სახალხო არტისტი ვარ. სახელიც მაგას გეუბნება, ცისკარას განზომილება. ხო გესაუბრეთ ცისკარას 4 ასპექტის შესახებ. 2022 წელს დაახლოებით დავიწყე ცისკარას განზომილება, რომელიც კონცენტრირებული იყო მხოლოდ იოგას ასპექტზე და ფილოსოფიის ასპექტზე. იდეაში ვგეგმავდი 4-ვე ასპექტისთვის ცალ-ცალკე პლატფორმა გამეკეთებინა. მე მივხვდი, რომ ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა ეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემექმნა ერთი პლატფორმა, რომელიც 4-ვეს მოიცავდა. ეს წელიწად ნახევარი დაახლოებით ვიფიქრე იმაზე, თუ რატომ მინდოდა ჩემი პიროვნების ასპექტები, რომლებიც რეალურად ერთი მთლიანობის ნაწილია, დამეყო ცალ-ცალკე. მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც ფრაგმენტაციის მცდელობა, ჩემი პიროვნების, ჩემი როგორც ერთი მთელის ფრაგმენტაციის მცდელობა, რაც არასწორია. წელიწად ნახევარი ვიმუშავე ჩემს თავზე, რათა ინტეგრაცია მომეხდინა ამ 4-ვე ასპექტისა და შემექმნა ფორმატი, რომელიც კონსტრუქციული იქნებოდა და ეს 4-ვე ასპექტი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული იმგვარად, რომ ერთმანეთს არ რეალურად ეს 4 ასპექტი ერთმანეთს არ გამორიცხავს. ერთი შეხედვით შეიძლება პოპ კულტურა და ლედი გაგას ფანობა გამორიცხავდეს იოგას და თავის მხრივ იოგა გამორიცხავდეს ბრეინ როთის სიყვარულს, მაგრამ არა, ჩემთვის არ გამორიცხავს, მე ვარ. ასე რომ მივხვდი, რომ 4 სხვადასხვა ცალ-ცალკე პლატფორმის შექმნის მაგივრად ჯობდა ამ 4-ვე ასპექტის ინტეგრაციაზე მემუშავა და შემექმნა ერთი პლატფორმა. და ეგ ერთი პლატფორმა არის ეს, ცისკარას განზომილება. ასე რომ შეგიძლიათ დაპორტირდეთ ჩემს ვიბრაციაზე, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემს განზომილებაში, კონტენტი იქნება ყველაფერზე. დაწყებული პოპ კულტურიდან დამთავრებული ადამიანის არსებობის მიზეზებით და მიზნებით, ყველაფერი ფილოსოფიიდან,
brain rot-ამდე. ყველაფერს შევეხები აბსოლუტურად. მაგრამ ერთი ხაზი, რაც იქნება, არის წესრიგი. იმდენად რამდენადაც როგორც გითხარით, ადამიანი წესრიგის წიაღშია შექმნილი, წესრიგის მეშვეობით ინარჩუნებს არსებობას. ბევრი აბსურდული რაღაც იქნება. მაგრამ ვერაფერს ვერ დაგპირდებით. ვერაფერს ვერ დაგპირდებით. ერთი ვიცი, რომ წლებია მინდოდა ეს გამეკეთებინა. თავში მქონდა იდეები, რომლებსაც საბოლოოდ ვასხავ ფრთებს. და ეს არის ცისკრის განსამილება. ნახვამდის მომდევნო ეპიზოდამდე.